როგორ დავამატოთ შენიშვნა უჯრედზე? პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში დააწყაპუნეთ თაგვის მარჯვენა ხილაკზე საჭირო უჯრედზე. გახსნილ კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ პუნქტი Insert Comment. ტექსტურ ველში შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია. შენიშვნა. ტექსტური ველის გახსნისას მასში გამოისახება მომხმარებლის სახელი, რომელიც მითითებულია პროგრამის დაყენებებში. ტექსტის შეყვანის დასასრულებლად დააწყაპუნეთ თაგვის მარცხენა ღილაკზე ფურცლის ნებისმიერ თავისუფალ უჯრედზე. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით საჭირო უჯრედი და გადადით ჩანართზე Review. ჯგუფში Comments დააწყაპუნეთ ღილაკზე New Comment. შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს არის აღწერილი პირველი მეთოდის შემთხვევაში. როგორ შევიყვანოთ მომხმარებლის სახელი შენიშვნაში? როგორც ზემოთ ვთქვით, შენიშვნის ტექსტურ ველში შეიძლება გამოსახული იყოს მომხმარებლის სახელი. მისი მონაცემები მიეთითება Excel-ის დაყენებებში. პროგრამის ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში დააწყაპუნეთ Office-ის ღილაკზე. ტიპიურ ამოცანათა მენიუში აირჩიეთ პუნქტი Excel Options. გახსნილი მონაცემების მენიუში ჩანართზე Popular. ჯგუფში Personalize your copy of Microsoft Office. გრაფაში Username შეიყვანეთ სასურველი სახელი. დახურეთ ფანჯარა ღილაკზე OK დაწყაპუნებით. როგორ დავაყენოთ ინდიკატორებისა და შენიშვნების გამოსახვა? იმისათვის რომ დავაყენოთ ფურცელზე როგორც შენიშვნის, ისე მისი ინდიკატორის გამოსახვა, უჯრედის წითელი კუთხე, აუცილებელია ჩავრთოთ პროგრამის შესაბამისი დაყენებები. პროგრამის ზედა მარცხენა კუთხეში დააწყაპუნეთ Office-ის ღილაკზე. ტიპიურ ამოცანათა მენიუში აირჩიეთ პუნქტი Excel Options. გახსნილ ფანჯარაში ჩანართზე Advanced. ჯგუფში Display. გრაფაში For Cells with Comments Show. აირჩიეთ შემდეგი პუნქტები. No comments or indicators. ცხრილოვან ველზე არ იქნება აღნიშნული უჯრედების შენიშვნებით, ხოლო თვითონ შენიშვნები არ გაიხსნება ავტომატურად თაგვის კურსორის მიტანისას. Indicators only and comments on hover. უჯრედები მონიშნულია წითელი კუთხით, ხოლო შენიშვნები ავტომატურად იხსნება თაგვის კურსორის მიტანისას. Comments and indicators. უჯრედები მონიშნულია წითელი კუთხით, ხოლო ინდიკატორები სულ გახსნილია. დახურეთ ფანჯარა ღილაკზე OK დაწყაპუნებით. როგორ შევცვალოთ არსებული შენიშვნის ტექსტი? პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში დააწყაპუნეთ თაგვის მარჯვენა ღილაკზე შენიშვნიან უჯრედზე. კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ ბრძანება Edit Comment. ტექსტურ ველში შეიტანეთ ცვლილებები და დამატებები. ტექსტის შეყვანის დასასრულებლად დააწყაპუნეთ თაგვის მარცხენა ღილაკზე ნებისმიერ ცარიელ უჯრედზე. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოყავით საჭირო შენიშვნიანი უჯრედი და გადადით ჩანართზე Review. ჯგუფში Comments დააწყაპუნეთ ღილაკზე Edit Comment. შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს აღწერილია პირველი მეთოდის შემთხვევაში.